მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემით მოვედით. მე და ვახო კეჟერაძე, რომელიც არის გეშტალტ-თერაპევტი, პრაქტიკოსი გეშტალტ-თერაპევტი, ჩემი ლექტორი იყო ვახო, მიკითხავდა უზნაძის ინსტიტუტში ფსიქოლოგიას. ძალიან საინტერესო ადამიანი არის, მყავდა რამდენჯერმე სტუმრად და დღესაც ჩავერთეთ ძალიან საინტერესო თემით, მე და ვახო. ვახო გადის თან კიდევ საზღვარგარეთ, კიდევ ახალ დამატებით პრაქტიკას ფსიქოლოგიაში, ძალიან საინტერესო განვითარების ეტაპები აქვს ვახოს და კიდევ ახალებურად შეგიძლია შემოგთავაზო ჩვენ ძალიან საინტერესო თემა. ვახო ერგოა ძალიან კარგად ყველაფერში რაც კი რამე არის იქ. ფსიქოლოგია, ასტროლოგია, მაგალითად ეზოთერიკა, ყველაფერში არის გარკვეული ძალიან კარგად და ერთმანეთის ენა გვესმის და შემოგოდი ძალიან ისე კარგად. და დღეს მოვედით თემით რა არის манипуляция. ჩვენთან პლუტონური ენა არის ეს манипуляციის კლასიკური, манипуляტორული ხასიათი ეს არის მორიელი, ეს არის პლუტონი, ოღონდ მისი ნეგატიური გაგებით, თორე პოზიტიური გაგებით ყველაზე კარგი ამომცნობები არიან манипуляტორების და ყველაზე ნაკლებად შეიძლება გავლენა მოახდინო პლუტონიანელზე ან მორიელზე, ზოგადად არქეტიპულად ესე რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ არის როგორც ასტროლოგიურად ფარული манипуляция, აი მანამდე დავიწყებდით ჩვენ ჩართვას საუბრობდით მე და შენ ასტროლოგიაში ვეძახით ლილიტურ манипуляციას. ოღონდ არც ერთი არავინ არ არის აზრზე რომ манипуляციაში ვარ, თან ეს არის ის ენერგია პატარა ბავშვი რომ ითხოვს რომ რაღაცა მინდა, მე თქვენ ამას არ ვაწარმოებ ამ ენერგიას, მაგრამ გარემო უნდა მომცეს. ან არის რომ სადღაც გარდამტეხ პერიოდში ვდგებით, რომ ხვდებით რომ ამას ჩვენ არავინ არ მოგცემს და ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ენერგია. ამას ფაზებს ვეძახით სატურნის პერიოდები, როდესაც ამ კრიზისში ვდგებით. რომ სადღაც ეს ლიეტის ამუშავების პერიოდები რო არის, სადღაც უნდა შევწყვიტო გარედან მოთხოვნა ენერგიის და პასუხისგებლობა ავიღო. და ეს არის უკვე ლიეტის ამუშავებას რო ვეძახით სატურნული მეთოდებით. ანუ ესეც манипуляция არის, ოღონდ არა კლასიკური გაგებით, არამედ ეს ხვის ენერგიას რო ითხოვ, რომელიც ბავშვის ეგ მდგომარეობაში გამყოფებს, იმიტომ რომ ზრდასრულობა არ მოდის. ხო? ეხლა მე თუ მაგალითად რაღაც ისეთი კომბინაცია მაქვს, აი კრიზისს ვერ უმკლავდები მე თვითონ, ვიღაცები მჭირდება, ვინც კრიზისს გამკლავდებიან. შესაძლოა თიდაჯერებლობა არ მოდის აქ, იმიტომ რომ რამე რო იყოს, მე ვიცი რომ აქ მე არ განვავითარე ჩემი თავი. ესე იგი, რაღაცა კუთხით არაცნობიერად манипуляция მჭირდება, რომ მე ვიზიდო ესეთ ხალხი, რომ მე რასაც არ ვაკეთებ, ის გავაკეთებინო სხვას. ამას ტიპიურად ლილიტური ენერგიის манипуляციას ვეძახით. მაგრამ ამასთან ერთადვე არის უკვე კლასიკური манипуляტორული ენერგია, რომელიც წყვილებში გვხდება ძალიან ხშირად, მშობლებში გვხდება, მაგალითად მეგობრებს შორის გვხდება, კოლეგებში გვხდება და ხშირად არ ყოფნის, როგორ აღმოვაჩინოთ ეს манипуляция, იქ ლილიტური манипуляციები კიდე შიდა დინებები არის და გასაგებია, მაგრამ არის აი პირდაპირ манипуляტორული ენერგია, ხო? მომთანაც ჩვენ თერაპევტთა ძალიან კარგად მუშაობ. ანუ შინაგანად როგორ შეგვიძლია ჩვენ საზღვრები გავამყაროთ. მაგრამ სანამ დავინახავთ, ხო და ვიცოდეთ ამომცნობი სკილები, ესე რომ ვთქვათ, манипуляტორთან რო გვაქვს ურთიერთობა. შენზე კარგად ამას ახლა არ ვიცი ვინ ახსნის და როგორ ფიქრობ, რა არის ეს კლასიკურ ფსიქოლოგიაშიც წერია და შენ პრაქტიკაშიც როგორ არის? რა არის აი манипуляტორის ფსიქოტიპი კლასიკური ფსიქოლოგიიდან? როგორ ფიქრობ? ხო, როგორ ისწავლონ ადამიანებმა ამოცნობა. ხო, დარწმუნებული ვარ, ალბათ ამ ეპოქაში როცა ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს უკვე, ხო? ბევრად მარტივია, ვიდრე ვთქვათ სხვა დროს, როდესაც მართლა არ იყო ინფორმაცია და ეხლა ბევრი შემხედრეა, არ ვიცი, მოკლე პოსტერები, ხო, სადღაც Facebook-ზე როგორ ამოვიცნოთ манипуляტორი და ესე ვთქვათ, მეინსტრიმულ ნაკადშიც არის ეგ ინფორმაცია, მაგრამ საკმაოდ რთულია ეხლა. თვითონ რთული ველია, როცა დავიწყეთ საუბარი, უკვე ველში ხო გრძნობ, რომ საკმაოდ დაძაბულია. იმიტომ რომ რთულია ამ ველში ყოფნა, манипуляციის ქვეშ ყოფნა და რასაკვირველია, შეიძლება ამას ვერც აცნობიერებდეს манипуляტორი, მაგრამ მასაც მუდმივად ხარჯვა ჭირდება ენერგიის. მიიღოს რაც უნდა, მიიღოს ის რაც უნდა, ანუ არ იღებს პასუხისმგებლობას სურვილებზე, სიცხადეზე და ირიბი შემოვლითი გზებით ლილიტურ, როგორც ვთქვი, პლუტონიანური საკმაოდ ძლიერი манипуляციური მერვე სახლიც ასე. მერვე სახლი და ხო, აი ჩემ გამოცდილებაში პირადად არა როგორც თერაპევტის, არამედ ჩემი გამოცდილება ურთიერთობებშიც პლუტონიანურ ლილიტურ ურთიერთობებს ძალიან მკაფიოდ მაჩვენებს როგორც манипуляტორს და არამხოლოდ სამხრივად, ანუ მეც აღმომიჩენია ჩემი თავი
რომ რაღაც იგივე ლილითის ზონაში ან იგივე ჩემი პლუტონის ზონაში არაცნობიერად ისე რომ ეგო პასუხისმგებლობას არ იღებს რაღაცა კონკრეტულ სურვილზე ირიბი გზით ცდილობს რომ რაღაცა მოთხოვნება დაიკმაყოფილოს მაგრამ კლასიკურად ალბათ უნდა ვთქვათ რომ თერაპიის ოთახში როცა შემოდის როგორ ვგრძნობ მე როგორც თერაპევტი ასე ვთქვათ როგორ შემიძლია ვიგრძნო რომ მანიპულაციურ როლში ვარ მანიპულაცია ყველაზე მეტად დამახასიათებელი მაინც არის ფსიქოპატიური სპექტრის ადამიანებისთვის ანუ პიროვნების ორგანიზაცია ესეთი ტიპი როგორიც არის ფსიქოპათია არ ვამბობთ ახლა მაინც დიაგნოსტირებულ ფსიქოპათიაზე ფსიქოპატი ჩვენ თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს გარკვეული ეს მანიპულატორული ტენდენციები ყველას გვაქვს სხვადასხვა სიტუაციებში მაგრამ კლასიკური ფსიქოპატი თერაპიის ოთახში ძალიან ხშირად მიუსხავს თერაპევტს და მე პირადად აღმომიჩენია სუპერვიზიაზე ჩემ სუპერვიზორთან ერთულ შემთხვევებში როდესაც თერაპევტი როგორც პროცესის მონაწილე ვიყავი მონუსხული და რაღაც პროცესებს იქ რაც მიდიოდა არაცნობიერში ვერ ვაქცევდი ფოკუსში და სუპერვიზორმა მიმითითა და მითხრა რომ აი ხა ეს გავს ფსიქოპათიურ ველს სადაც ძლიერ მანიპულატორთან გაქვს საქმე ნუ ხვდებით ხო რა სირთულის და როგორი შეფარული და მართლაც ესეთი მომნესხველი და შარმიანი ველია მანიპულატორული ველი. რა თქმა უნდა, აქაც გრადაცია არის დაბალი, ესე ვთქვათ, დაბალი გამოვლინების მანიპულატორი, რომლის იდენტიფიცირებაც მარტივია, მაგრამ პროფესიონალი მანიპულატორის, რომელიც უკვე ფსიქოპათოლოგიის, ესე ვთქვათ, რეგისტრში არის, ფსიქოპათიური პიროვნება, მისი ამოცნობა არც თუ ისეთი მარტივია, იმიტომ რომ ველში შემოაქვს საკმაოდ ძლიერი განცდა იმისა, რომ არის შარმიანი, მომნესხველი, ძლიერი, ყოვლის შემძლეობის განცდა. რაც შეეხება ურთიერთობებში, აქ უფრო მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ როგორც თერაპევტს გევალება, რომ შენ იგრძნო რა ველში მუშაობ, გევალება იმ გაგებით, რომ იცოდე როგორ იმუშაო ამ ველში, ხო? იმიტომ რომ ყველა ფსიქოპათოლოგიას და ყველა ტიპის ესე ვთქვათ, კლიენტს თავისი მიდგომა ჭირდება. ყველა მოდელობაში, ხო, ფსიქოანალიზშიც, გეშტალტ თერაპიაშიც. მაგრამ იმ მანიპულაციაზე, რაზეც ჩვენ საუბრობ, როგორც წესი, უფრო ალბათ პირად ურთიერთობებში, ინტიმურ ურთიერთობებში, ოჯახურ ურთიერთობებში ვხვდებით და ყოველთვის საქმე გვაქვს რაღაცა ტიპის, მე ვიტყოდი, ადამიანში განცდასთან, რომ დანაშაულის განცდა არის წამყვანი ხშირად, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ურთიერთობაში არის ადამიანთან, თითქოს ყველა მიზეზია რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ მაინც აქვს მუდმივი დაძაბულობა, იმიტომ რომ ენერგეტიკულ ველში მანიპულაცია გულისხმობს იმას, რომ სხვა ადამიანი არაცნობიერად ცდილობს შენს არჩევანზე, შენს გადაწყვეტილებებზე, შენს რეალობაზე იქონიოს ზეგავლენა, ხო? და ამას თითოეული ჩვენგანი გვგრძნობთ. და შეიძლება სულაც არ გქონდეს ფსიქოლოგიური ცოდნა, მაგრამ შეგრძნების დონეზე სხეული და ველი რეაგირებს იმითი, რომ მუდმივი დაძაბულობა მაქვს და მუდმივად მაქვს განცდა, რომ რაღაცა უნდა გავაკეთო და ვიღაცის მოლოდინებს უნდა ვამართლებდე, ხო? რა დგას ამის უკან სინამდვილეში, ეგ არის ყველაზე საინტერესო, რა ამყოფებს მსხვერპლს ესეთ ურთიერთობაში, ხო? სადაც მას სჭირდება, რომ მოერგოს სხვას, ხო, ამ მანიპულაციურ, ესე ვთქვათ, თამაში შეყვეს. რა თქმა უნდა, არის ყოველთვის ღრმა შიშები. შიშები, რომელიც უკავშირდება არასაკმარისობას, თუ მაგ განცდა, რომ მე არასაკმარისი ვარ, არ ვიმსახურებ სიყვარულს. ამ ველში შედივართ ადვილად, ხო? შედივართ ადვილად. მოწყვლადები ვართ ჩვენი სისუსტის გამო, ხო, რომ ყოველთვის გრძნობს მანიპულატორი თავარ სუსტ წერტილს მსხვერპლში. აი მოწყვლადობას, რასაც ვეძახით, ხო, რის მიმართ აქვს ვიღაცას აქვს შიში მიტოვების, ვიღაცას აქვს შიში მარტოობის, ვიღაცას აქვს შიში, რომ არასაკმარისია, ვიღაცას აქვს შიში, რომ რაღაცა
დააშავა, ხო? მაგრამ ზუსტად იგივეა მანიპულატოროსაც, ხო? გრძნობს ყოველთვის და საქმე რაშია, რომ იგივე აქვს, მაგრამ თვალს არ უსწორებს. და ზოგადად ფსიქოპათია, აი ესეთი манипуляციური პიროვნება არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყოვლის შემძლეობის არაცნობიერი სურვილი. მას არ შეუძლია იყოს სუსტი, მას არ შეუძლია იყოს გულწრფელი, იმიტომ რომ გულწრფელობა გულისხმობს იმას, რომ შენ შიშველი ხარ, როდესაც გულწრფელი ხარ, ხო? როდესაც სხვა ადამიანთან აუთენტურ კონტაქტში ხარ, შეიძლება ივილი მიიღო, შეიძლება სიყვარულზე უარი გითხრან, შეიძლება უარყოფა მიიღო, შეიძლება ბევრი რამ შეიძლება ბჭყალებში დაგემართოს და სიყვარული და ესე ვთქვათ უპირობო გახსნილი ურთიერთობა აუთენტური მაგას გულისხმობს, რომ მე მზად ვარ. მზად ვარ გული მეტკინოს რა და ოკეი არა გული მეტკინოს და შემიძლია რომ დარჩე შენთან ისე რომ ესე ვთქვათ მთელი დაცვითი მექანიზმები არ ჩავხდა ხო და ვიყო ის რაც ვარ და თუნდაც დაგანახო ის რომ ხოლმე შენზე ვთქვათ შენს მიმართ რაღაც მიჯოჭულობა მაქვს და მე მეშინია შენი დაგარგვის. ეს არის ის რაც არ შეუძლია манипуляტორს და манипуляტორი არის ადამიანი რომელსაც ღრმა ტკივილი აქვს და ღრმა გადაუმუშავებელი ჭრილობები, ტრავმები ზუსტად მაგ ზონაში არასაკმარისობა მისთვის თავს რომ როგორც ადამიანს რომელიც არ შეიძლება უყვარდეთ სხვანაირად თუ მან ამისთვის არ იბრძოლა ან რაღაცა ხო არ რაღაც манипуляციური ნარატივი და манипуляციური ამბავი არ გააჩაღა. მას არ აქვს განცდა რომ ის მას ღირსება აქვს და სხვანაირად შეიყვარებ. მას არ აქვს განცდა რომ საკმარისი ამ და მთელი რიგი გადაუმუშავებელი ესე ვთქვათ ფონში უკან არაცნობიერში გადაუმუშავებელი ჭრილობები და შავი ხვრელები, რომელსაც არ უსწორებ თვალს და ვცდილობ რომ ხელოვნურად მივიღო ეს ყველაფერი, რისიც ასე ვთქვათ და დავიცვა თავი იმისგან, რისიც მეშინია. და ფეიკი შევქმნა, ხო? და შევქმნა რაღაცა ილუზორული ნარატივი, სადაც მე და შენ მე მოგცემ იმ თავდაჯერებულობას ილუზორულად რაც ვითომ შენ გაკლია. და თან აქედან ყველაფერს ავიღებ შენგან. რა თქმა უნდა. და ორმხრივი სარგებელიც არის ამაში, ხო? ანუ ახლა ფსიქოლოგიურად მესმის რომ აქ არის ხოლმე ეს რომ დავინახოთ მსხვერპლი და ძალადე და ზოგჯერ გადამრჩენელი, ხო? ეს რაღაც სამკუთხედია და დავმოძრაობ ჩვენ სხვადასხვა დროს ამ სამკუთხედში ხან ზოგჯერ მსხვერპლიც ხდება მოძალადე, ზოგჯერ მოძალადე ხდება მსხვერპლი, ზოგჯერ გადამრჩენელი, მაგრამ დინამიკა რა არის, რომ ეს არის ურთიერთობა, სადაც ორივე მხარეს აქვს მოწყვლადობა. უბრალოდ ბოდიში ერთი ჯოხის ორ ბოლოს ვეძახი. კი, ანუ ორი პოლარობაა, ხო, რომ შიშები სინამდვილეში, სიღრმეში არის ერთი და იგივე, ანუ მეც იმის მეშინია, ისიც შენ გეშინია. უბრალოდ მე აქტიურად ვცდილობ რომ ეს შიში ვაკონტროლო манипуляტორი და ყველა გზას ვიყენებ იმისთვის რომ შენი ესე ვთქვათ შენ დაგიმორჩილო და შენ გაგხადო ჩემზე დამოკიდებული და მეორეს მხრივ შენ თანახმა ხარ ამაზე. მაგრამ ძალიან დიდი დრო ჭირდება რომ გააცნობიერო რომ ამ გელში ხარ რა. ძალიან დიდი დრო ჭირდება. იცი რა მომდის ახლა? ჩემი გამოცდილებითაც მე მახსენდება რაღაც რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ძალიან გვიან მივხვდი რომ ძლიერი манипуляციის ქვეშ ვიყავი. იმდენად დიდია რითიც დავიწყე დასაწყისში ეს მონუსხვის, შარმის და ქარიზმის ეფექტი. იმიტომ რომ манипуляციური, ესე ვთქვათ, ეს პროცესები უკვე აღწერილია რა და ვიცით რომ ყველაფერი იწყება ლავბომბინგით, ანუ სიყვარულით დაგბომბა. და ნარცისულ ველთან მიდივართ აქ, ხო? ნარცისულ ჭრილობებს ვეხებით ხო ადამიანისას, ადამიანს რომელსაც აქვს ნარცისული ჭრილობა და თავს განიცდის რომ არ არის საკმარისი, არ იმსახურებს სიყვარულს და ის ღებულობს უცბად აი ამ რაღაცა ჯადოსნურ სიყვარულის ნაღმებს, ხო? და ორივე ნარცისი გამოდის, ოღონდ რაღაც ზონის ნარცისული პრობლემებით. ნარცისული ჭრილობა აქვს, ხო? მსხვერპლს ესე ვთქვათ და ნარცისული ტაქტიკა არის манипуляცია, ახლა ერთ-ერთი ესეთი ყველაზე გავრცელებული ნარცისული ტაქტიკაა და მადლობა რომ შემახსენე, არა მარტო ფსიქოპათიაში, ნარცისიზმშიც
ძალიან ძლიერია манипуляციური, ესე ვთქვათ. კარგად, მაქა ამ სამყაროსთან გაცნობილი ვარ. ხო, ისე ხო, შენი გამოცდილება. კი. სხვათვის პირველი შენი ყავი დიაგნოზი და მისული. მართლა? ლექციაზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შენ უფრო ნარცისული ჭრილობების მაგას ვამბობ, ხო, და გარემოსთან მქონდა ნარცისებთან, ესე რომ ვთქვა და манипуляტორებთან ურთიერთობა და შენ გამიკეთე დიაგნოზი, ესე რომ ვთქვა, რომ გარშემო ნარცისები ხარ ყავსო და მაქედან დავიწყე უკვე სიღრმისეულად გარკვევა, რომ აი ამ ჯაჭვში თურმე მეც ყოფილ ვარ, შეასაც ამბობ ამ მსხვილ ჯაჭვში, ესე რომ ვთქვა და პირველად შენ შემახე მიუხედავად იმისა ძალიან ბევრი თერაპევტისა, შენ მომეცი ეს პირველი აქცენტი და ჩემი შეკითხვით მიხვდი, რომ ნარცისული ველი ხარ აქ გარშემო. ხო. იმიტომ რომ ალბათ შეკითხვას მოყვებოდა ეგ ენერგია, რაზეც ეხლა ვსაუბრობ. პირდაპირ მე ამიხსენი რა კითხვის უკან რა იმალება ადამიანის ფსიქოტიპიდან და გამოცდილებიდან და შენ დაიჭირე მაშინ და ყოველთვის მაგის მადლობელი ვიქნები შენი რომ აი ეს ახალი ჰორიზონტი გამიფართოვე მაშინ და მაგიტომაც მნიშვნელოვანი არის ამის წინასწარვე დანახვა, იმიტომ რომ მაგ დღემ გადაწყვიტა ჩემში ძალიან ბევრი რამ. მართლა. რომ აქედან მივხვდი უკვე როგორ გამოვიდე, რომ თურმე მე შევდივარ ესეთ ველში, რატო შევდივარ. ნუ ეხა იმას არ ვამბობ, რომ ეხა ოჯახურ манипуляციაში ვარ, ეხა ესე ახლო იმაში არ არის ჩემთან, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ თურმე ჩემში ეს თვისებები ყოფილა. და აი შენ გამიყვანე ახალი კუთხით მათ და მათ მივხვდი, რომ არავინ არ არის, ვინც ამას გეტყვის სიტყვაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში და მგონია, რომ ძალიან ბევრისთვის იქნება ეს საინტერესო, ზუსტად. და ერთი მინდა გითხრა, რომ ზოგადად ყველაზე მთავარი რაც არის, ეს ფსიქოლოგიური პრაქტიკიდან წესი არის, ხა შენ უფრო კარგად იცი ეს, რომ манипуляტორის მსხვერპლი ვინც არის, ის ყოველთვის კითხულობს, მე ხო არა მაქვს პრობლემა. ყოველთვის. გონია რომ თვითონ არის პრობლემა. და როგორც კი ამასთან ეგ აქვს შეხება, უკვე ხვდებით, რომ იქ სადღაც манипуляცია არის გარშემო. ნარცისული ველი არის გარშემო. კი, კი. აი რაც ეხა ახსენე, ამას უკვე სახელიც აქვს, იცი და დაერქვა, არც ქართულად ეს როგორ ჟღერს, მაგრამ gaslighting-ი ქვია. gaslighting-ი ფენომენი, როდესაც ნარცისი ან манипуляტორი ან ფსიქოპატი ხო, საერთოდაც არ არის შეთანხმება იმაზე, რომ ნარცისები და ესე ვთქვათ, ნარცისული ტიპი პიროვნების და ფსიქოპატიური ტიპი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. ბევრი მსგავსება არის და განიხილება საერთოდაც ერთ რეგისტრში რა, ესე ვთქვათ, ნარცისიზმის უკიდურესი ფორმა არის ფსიქოპატია. სადაც დანაშაულის განცდა არ არის და ემპათია აბსოლუტურად არ არის და მათი ნერვული სისტემა სხვანაირად არის მოწყობილი, ამაზეც უკვე პროექტი საუბრობენ. რასაც ჩვენ ამბობ, მაგას ქვია gaslighting-ი, როდესაც ადამიანის რეალობას ანგრევ. ანუ მსხვერპლს ხო, ვინც არის ამ ესე ვთქვათ, манипуляტორულ ურთიერთობაში, წმენა, რომ რეალობა ესეთი და ესეთია, ერღვევა, ანუ გეუბნები, რომ ეს არ მომხდარა, შენ ალბათ შენ გამოიგონე. იცი რა არის, მე მგონი შენ ძალიან გრძნობიარე ხარ, როდესაც მე შენ ვთქვათ, გული რადგინე და გეუბნები, რომ შენ ძალიან გრძნობიარე ხარ. ანუ აღქმას უქმნი ადამიანს ისე თითქოს შეშია პრობლემა. მასებს პრობლემა და არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას. ხო, манипуляტორი, ანუ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ზუდად არის ბრჭყალებში, აკისრებს მსხვერპლს. მაგრამ პირველი სტადია არის love bombing. ანუ სიყვარულის ნაღმები და როგორ ხდება ეს მონოსხვა, ხო, რომ მოსყიდობა აქვს ადამიანს, ანუ მას არ განცდა, რომ არ არის საკმარისი, არ იმსახურებს სიყვარულს და ნებისმიერ ესეთი манипуляტორის ესეთი კარგად შენიღული, ესეთი შარმიანი და ქარიზმატული ცდილობები, რომ მონოსხოს და დაიპყროს ეს ადამიანი, манипуляციას მარტივად ექვემდებარება, ხო? რა თქმა უნდა, გავს შიმშილს ძალიან დიდი ხანი რო გშია, სიყვარული გშია და უცებ გაწვდიან და აღარც უყურებ რას გაწვდიან, ეგრევე, ანუ ეგ ის მომენტიც არის, რომ აი ამ მომენტში უნდა ნახო, რომ თურმე შე როგორ გშია. და არა ის, რომ ეს კარგია და ეს მოდის დიდი გემრიელი საკვები, ესეთ ენაზე რო ვთქვათ. სიამდვილეში არის ძლიერი შიმშილი. ძლიერი შიმშილი, ემოციური, ძლიერი შიმშილი. და ბოდიში ამ ველში ნორმალური არ მოდის, როცა გაგძლიერი შიმშილი. რა თქმა უნდა.
და ამიტომაც არის რომ ეს პატერნი თუ გამოკვეთილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ანუ არაერთი ურთიერთობა ქონია, სადაც ესე ვთქვათ, აი ამ ველში იყო манипуляციურ ველში ხო და ნარცისული ჭრილობები აქვს შესაბამისად. ერთადერთი გამოსავალი არის რომ არ გაიმეორო, რომ ჩვენი ნერვული სისტემაც ესეთნაირად არის მოწყობილი, რომ ფროიდი ამას აღწერს ჯერ კიდე, რა ვიცი, წინა საუკუნეში, რომ ამბობს, რომ გვაქვს გამეორების კომპულსია, ანუ ცევა და ჩვენი გარკვეული პატერნები თუნდაც დესტრუქციული, ხო? იმეორებს არაცნობიერი და იმეორებს მანამ სანამ ცნობიერად აი ამ პატერნს არ ცვლი. და იმის ნაცვლად, რომ ყოველ მორიგჯერზე შევიდე ამ ურთიერთობაში, სადაც იგივე გზას გავივლი, იგივე გამოცდილება მექნება, უბრალოდ სახელები იქნება სხვადასხვა, ხო? ნაცნობია. ჩვენი სისტემა და არაცნობიერი მეტწილად აი ამითი ოპერირებს, რომ ის რაც ნაცნობია მეხმარება გადარჩენაში, იმიტომ რომ ნაცნობში მე ვიცი როგორ გადავრჩე. ხო? აი ესეთი ინსტინქტი თავარი ინსტინქტია, რითიც ახლა არაცნობიერი ოპერირებს, ხო? მე ვიცი ნაცნობ სიტუაციებში როგორ გადავრჩე. შესაბამისად იზიდავს და არა ეზოთერულად მართლაც, არამედ იზიდავს ესეთი ტიპის ადამიანები უვითარდება მინჯაჭულობა ზუსტად ისეთ ადამიანებზე, როგორი ტიპის ადამიანებთანაც ქონია ურთიერთობა, იმიტომ რომ მან ეს იცის. და თერაპია არის თვის გვინდა, რომ შევცვალოთ ეს პატერნი. რომელიც არ არის მარტივი. რომელიც არ არის მარტივი. მან ძალიან გვეხმარება ჩემ პრაქტიკით, ახლა შენ იცი რომ ასტროლოგიაში მე უფრო ენერგეტიკულ პრაქტიკებს ვთავ ხოლმე, ფსიქოლოგიურ პრაქტიკებთან ერთად და შენთანაც მაქვს მე ამის გამოცდილება ენერგეტიკულ პრაქტიკაში სესიებში წავედით, შენ თერაპიულ ნაწილში და ნუ მე რასაც ვაკეთებ ხებზე ყველაზე კარგად ახლა ჩემთან გააკეთე, ესე რომ ვთქვა, ვახოც ენერგეტიკულ პრაქტიკებსაც, ეს გეშტალტურიც არის რეალურად, ფსიქოთერაპიული მეთოდი არის და აი ეზოთერიკა და ასტროლოგია როგორ იწახიცია ის პატერნები ხო არის ფსიქოლოგიაში, რომ აი ტვინი იკავებს ამ ენერგიას, მაგალითად ენერგეტიკულად არის ესე როგორც გაჭედილი ენერგია. და იმ ენერგეტიკასთან სამებ შეხება არ აქვს, ამოტან არ ხდება და გაშვება. აი, როგორც ადამიანის სული არის ენერგია და მერე მატერიაში შემოდის. ეზოთერიკა ესე უყურებს. ძველი ტიბეტური პრაქტიკები, მაგალითად და სულიერ პრაქტიკები, აი ენერგიაზე მუშაობენ და არა მაგალითად იქ ფსიქიკაზე, იმიტომ რომ მათთან ერთი არის, ფსიქიკა და ენერგია ერთი არის. შენც რომ მუშაობდი ჩემთან მაგალითად, ხო? მე უფრო გავდიოდი ეს გაცნობიერებულად, რომ აი პატერნი თუ არის, ენერგიას ვეკონტაქტებოდი. არ აქვს მან მნიშვნელობა იქ ფსიქიკაში. პატერნი არის თუ ჩვენ ვხედავთ როგორც ფიგურას, რაღაც ისეთ ობიექტს, ან ჩვენ თავში რაღაც ჩავ ენერგიას, ხო? და შენც ეს პლუტონიანელების თემა არის უფრო ენერგეტიკული პრაქტიკები, მაგრამ თერაპიაში ძალიან კარგად მუშაობს. ხა ჩემი პირადი გამოცდილებითაც როგორც მე, როგორც პრაქტიკაში მუშაობ ასტროლოგიურად, ესევე შენც თერაპიულად. აი მაგაზე მინდა გკითხო, ვიცი რომ გადავახტე, ხა ისევ დაუბრუნდებით ამ манипуляციურ თემას, მაგრამ აი როცა აი ამ პატერნში ვართ გაჭედილები. როგორც ეზოთერიკან სულიერი სწავლებები ამბობენ როგორც ენერგეტიკული ბლოკები აურაში. და აი აქ არის რაღაცა ძილის რეჟიმი. არის ეს ენერგია და ჩვენ რაც არ უნდა იქ ზომბიერად რაღაცები ვეთ, სადაც მაინც ამ ენერგიასთან რთულია მუშაობა. არის პირდაპირ ენერგიაზე რო გადიხარ და არა იქ ბავშვობის ტრაუმებს იხსენებ. შენ პრაქტიკაში ეს ენერგეტიკული პრაქტიკები, აი თერაპიულ ნაწილში რა ფორმით, აი შენთვის რა იყო, აი როგორ ეფექტს იძლევა ეს ენერგეტიკული პრაქტიკა? იმიტომ რომ კლასიკური ხო ფსიქოანალიზში ვიცით ხო ეს როგორ მუშაობს იქ ენერგიებზე არ არის მაინც ლაპარაკი ხო აბსოლუტურად. თუმცა ფროიდი იყო ადამიანი, რომელიც ფსიქიკური ენერგია, ანუ ტერმინს ენერგიას იყენებდა ყოველთვის და ფსიქოანალიზშიც ტრანსფერი როცა ვითარდება, ეს ტრანსფერი ხა სხვა ენით, სხვა ესე ვთქვათ ლექსიკონს ვიყენებთ, მაგრამ ერთ ფენომენს აღწერს, რომ ფსიქოანალიზშიც განკურნება რა არის, რომ პაციენტს უვითარდება ტრანსფერის თერაპიაზე და ტრანსფერი ნიშნავს, რომ წარსულში მისი გამოცდილება ურთიერთობების ადრეული დედასთან, მამასთან, მასწავლებელთან, რაც არის, ხო, ტრაუმული და არა მხოლოდ ტრაუმული, გადადის თერაპევტზე. და აქაც
ეხლა რელაციურ კონტაქტსაც რო რელაციურ კონტაქტში სულ ენერგიის მიმოცვლა არის და უბრალოდ სხვა სახელებს იყენებს სხვა მოდალობა ამ ფენომენის აღწერად, მაგრამ ვერავინ ვერ გავიქცევით იმას, რომ ეს არის ენერგია. და აი ენერგეტიკულად ჩვენც როგორ აქვს პრაქტიკაში ხო, ჩემი დაკვირვება არის ეგეთი, რომ რამდენად მართლა მუშაობს, აი წარმოსახვით როცა ვამუშავებთ ენერგიას, რეალობაში როგორ ცვლის მართლა ადამიანს? ეხლა ჩემ პრაქტიკაში კი ვიცი, შენ პრაქტიკებში როგორ არის? კი, მე ვფიქრობ, რომ ჩემ გამოცდილებაში მე სხვანაირად მუშაობა არც ვიცი. სიმართლე რო გითხრათ. იმიტომ რომ გეშტალთერაპია არის თერაპია, რომელიც პირველი იყო, ვინც შემოიტანა ველის კონცეფცია საერთოდ ფსიქოთერაპიაში. და მოგვიანებით ეს, ესე ვთქვათ, ექსპორტზე გაიტანა სხვადასხვა ფსიქოთერაპიულმა მიდგომებმა, მათ შორის ფსიქოანალიზმა, თანამედროვე რელაციური, პოსტბიონიანური და ბიონიანური სკოლები, რომლებიც უკვე ველის კონცეფციას, ენერგიაზე მუშაობენ და საუბარია იმაზე, რომ თერაპიული მუშაობა და ტრანსფორმაცია ხდება აქ და ახლა ახალი რეალობის შემოქმედება, ანუ შემოქმედებითი პროცესია და თერაპევტი შემოქმედია ამ გაგებით და არტისტია. აი, რასაც ვაკეთებთ მე და შენ თერაპიაში და რაც გავაკეთეთ, ხო? ეს არის შემოქმედება აქ და ახლა, სადაც ჩართულია არა მხოლოდ სხეული, არამედ შენი სხვა გზნობითი ორგანოებიც, ხო? ანუ ღრმა სხეულებრივი პროცესი მიდის, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ცნობიერი პროცესიც მიდის, ხო, ამ პარალელურად. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ცნობიერება მთლიანად გათიშულია. არა, პირიქით. ამიტომაც თქო ფროიდმა ჰიპნოზზე უარი, იმიტომ რომ ჰიპნოზის ქვეშ ადამიანს ცნობიერი, ესე ვთქვათ, ნებელობის აღქმა არ ქონდა და პრაქტიკულად განკურნება დგებოდა, მაგრამ ორ კვირაში იგივე სიმპტომით ბრუნდებოდა. იმიტომ რომ ცნობიერება განკურნება ზუსტად ეს არის, ცნობიერება იღებს პასუხისმგებლობას იმ პროცესზე, რაც მიდის ფსიქიკაში და სწავლობს როგორ შეცვალოს, ხო? ამიტომაც ტოტალური, ვთქვათ, ჰიპნოზის ქვეშ, ისე სადაც ადამიანი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას და მთლიანად ენერგიის დონეზე მიდის მუშაობა, მე არ ვიცი ესეც მუშაობს ალბათ და სულიერ პრაქტიკებში არის ამის გამოცდილებაც, მაგრამ ფსიქოთერაპიაში ეს შერწყმულია. ფსიქე და სომა, ხო? და ფსიქიკა არის ზუსტად აი ამ ზღურბზე სხეულსა, სომასა და ფსიქეს შორის, ხო? ანუ სადღაც ზღურბზე ესე ვთქვათ, ბიოლოგიასა და ცნობიერებას შორის. და აი ამ liminal space არის ესეთი კარგი ტერმინი ქართულად არის liminal ნიშნავს აი ზღურულ სივრცეში, ტრანსფორმაციულ ველში მიდის რეალურად თერაპია. ანუ ენერგიასთან შეხების გარეშე არაფერი იცვლება. და ველის თეორია, ხო, ველის თეორია უკვე აღარ არის უბრალოდ რაღაცა თეორია რა. ნაკლებია ემპირიულად. მე ხა ვსწავლობ მაგისტრატურაში უცხოეთში ფსიქოანალიზს და ერთ-ერთი მოდული ეს არის, ხო? ველის თეორია ფსიქოანალიზში და უამრავი სკოლა უკვე იქაც და უამრავი ემპირიული კვლევა, სადაც ვიცით, რომ ველის პერსპექტივით ფსიქოთერაპია ემპირიულად დადგენილია, რომ ეფექტურია. ანუ კითხვა, მე მგონი, რომ აი დღევანდელ დღეს აღარავის აღარ აქვს, როგორ ხდება და რატომ ხდება. როგორ ხდება, რატომ ხდება, ფროიდმაც გასცა ამას პასუხი, როდესაც თქვა, რომ ენერგიის კანონი სამყაროში ფიზიკაზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ ენერგია არ იკარგება, ენერგია იცვლის ფორმას ერთიდან მეორე ფორმაში გადადის, ხო? ყველაფერი რაც ცოცხალია და რაც ოდესღაც მოკვდება, ტრანსფორმირდება, მაგრამ ენერგია არსად გაქრება. ამიტომ ის ტრამვის ენერგია, ის რაღაც ფსიქიკური ტკივილი, რომელიც სადღაც სხეულს აქვს, ტრანსფორმირდება აი ამ ველის პერსპექტივაში არა მხოლოდ კლიენტში, არამედ თერაპევტშიც. იმიტომ რომ ეგ არის მნიშვნელოვანი. იმდენ თერაპიული ყოფილა ჩემთვისაც თერაპიაზე, ჯგუფურ თერაპიაზე ან კლიენტთან როცა მუშაობ, ჩემთვისაც ძალიან თერაპიული ყოფილა ეს. იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის რადიკალურად არა მე და შენ, არამედ ჩვენ. მე არ მყოლია პაციენტი, სადაც მე არ მქონდა რეზონანსი იმ თემის ირგვლივ, რაზეც მუშაობდით. ყველა
ერთთან მიმართებით რაც ხდება ჩემს ველში, მეც ჩართული ვარ და არ მაქვს განცდა და ეს განცდა ილუზიაა, რომ ეს ყველაფერი საფაც იქით ხდება და მე ამის დამკვირვებელი ვარ. აი ესეთი თერაპია, რომელიც არის one person psychology, ეს ეძახიან. One person ნიშნავს, რომ განიხილავ ერთ ადამიანს მხოლოდ როგორც აი მოხვედი შენ ჩემი პაციენტი ხარ და მე შენ გიყურებ როგორც რაღაცა ერთ სუბიექტს და მე და ჩვენ არაფერ კავშირში არ ვართ და რაღაცა რჩევებს გაძლევ და ეს უკვე გავლილი საუკუნეა ფსიქოთერაპიაში. ხო? რომ შენ აგიხსნა რომ შენი პრობლემა მომდინარეობს აქედან და მოდი ხა ეს უნდა გააკეთო. ეხლა ის გააკეთე და რაღაც რჩევები მოგცე. არა, ცვლილება და ტრანსფორმაცია არის პროცესში, სადაც თერაპევტიც იცვლება და არის თანაშემოქმედი, ანუ შემოქმედებითი პროცესია თერაპია. ანუ ხო გზნობ და მე გზნია როგორც პაციენტს და კლიენტს ოდესღაც რომ პროცესში შევცვალეთ და არა სადღაც კოგნიტურ, მენტალურ ველში გავაცნობიერე და მივხვდი და შევცვალე ამითი, არა, იმიტომ რომ ცვლის ადამიანს ურთიერთობა, რელაციური თერაპია, ეს რელაციური საერთოდ ხო და ეს მითი ვითომ რომ მე ჩემი თავის თერაპევტი ვარ. ეს როგორი არ მუშაობს. იმიტომ რომ ზუსტად ეს კონტაქტი იწყებს რეალურ ტრანსფორმაციას. და ესეც ასკუჩურის ამის გამო ამბობენ რომ ფროიდმა რომელმაც ფსიქოანალიზი შექმნა არასდროს გაუვლია ფსიქოანალიზი, იმიტომ რომ ის საკუთარი თავის ანალიზს აკეთებდა და საკუთარი თავის ანალიზით არ ვითარდება ის ტრანსფერი. ტრანსფერისთვის იგივე ფსიქოანალიზშიც აუცილებელია სხვა, ხო? სხვა სუბიექტი და ობიექტი და რელაციის გარეშე არ ხდება ცვლილება. ნებისმიერი თერაპევტი, მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ის თერაპევტის, რომლებიც რელაციური თერაპიები არ არიან კლასიკურად, თუ რამეს ცვლიან რელაციურ ველში, მე შენ ველში და ამასაც აქვს ახსნა. ადამიანი არის არსება, რომელიც დასაწყისში შერწყმულია სხვასთან, დედასთან, ხო? პლაცენტით და მთელი ჩვენი მოცლათყოფნის პერიოდი ეგ არის, რომ შერწყმული ვარ, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა არ არის უბრალოდ ჯგუფი რაღაცა. კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო სხვა, ხო? აუცილებელია სხვა, ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობა ეს არ ნიშნავს რომ საკუთარ თავზე მუშაობა. ხის ენერგეტიკაც გჭირდება მან. აუცილებლად. აი როგორც ენერგია, სუფთა ენერგია რო ავიღოთ, ეს გჭირდება. გჭირდება და მხარდაჭერა. ეგ. იცი რა არის აი ახლა შენთანაც მქონდა ესეთი მომენტი, ხა სანამ მე და შენ თერაპიას გავვლიდით. სანამ შენ თერაპიაში ჩამიტარებდი, ზუსტად იმ პერიოდში წინა დღეებში მქონდა ზუსტად ეს რომ აი ეს მინდა. და ზუსტად იმ სახის თერაპია აღმოჩნდა, რაც შენ ჩამიტარე. ანუ თითქოს აი რაღაცნაირად წინა პერიოდში უკვე ირთვება ველი, რასაც ამბობ. ხო? რომ რაღაცნაირად გამზადებს მე რაღაც მჯერა სამყაროს ენერგიების, სადღაც კოსმიური ენერგიის, რაღაც სამყაროს დიდი ლოგიკის და დიდი კანონების მჯერა. იმიტომ რომ სულ ჩემი სფეროდანაც სულ ამ ველთან მქონდა შეხება ხოლმე. მეც მჯერა. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ არ არის წმენის საგანი. მე ვიცი რომ ესეა. როგორ წეშვედება? ხო, შემიძლია და ჩემს ეგჭეშ. ხო. და აი ამ ენერგიასთან ზუსტად ის შემომთავაზე, ის გამოჩინე ჩემთან, იმ თემაში წამოხვედი ჩემთან, რომელიც მე წინა დღეებში მქონდა, ოღონდ მქონდა როგორ იცი, რომ ნუ ამას ვერ მივიღებ. მივხვდი რომ მინდა, მაგრამ ვერ მივიღებ და უცებ გამოცდილებაში მომეცი რომ შეიძლება ის მიიღო რაც მინდა. და აი გაღმოჩნდა ზუსტად თერაპიული ჩემთვის. ანუ შენ მას გაუმა დაიმახსოვრა ახალი პატერნი, რომელიც არ მქონია. და ზუსტად აი მაგ ნაწილშიც ბოლომდე შევედი იმ ემოციაში, რომ დარწმუნებული ვარ შენი ენერგია დამეხმარა მაშინ. და ზუსტად იგივე საუბარი შეიძლება სხვამ გამიკეთოს. მაგრამ აი არ ვიცი მე ხა პლუტონი ყავს აქტიური და შეც და აი თუ არა პლუტონი ადამიანს ხა სულ აბუ ვერ მიკაჩავს. და ვერ მიკაჩავს არა სიტყვით, არა ცოდნით, ენერგიით ვერ მიკაჩავს. ვერ თავს ტრანსფორმაციას. ხო. ეგ არის ჩემი და. აი მძიმე ველში ვერ შედის რა, არა პლუტონიანელი რა და მძიმე ცუც კი არ ნიშნავს, სიღრმეს ნიშნავს.
ხო და აი მაგასაც რო ვაკვირდებოდი მე ხვდები ხოლმე ჩემთან რომ მოდიან ხო მაგალითად ან იმ მომენტში ის თემა არის აქტუალური ვინც ჩემთან მოდის ან უკვე აი წინა პერიოდში დავხურე გავარკვიე და ეხლა მოდის ადამიანი იმ კრიზისშისაც მე ვიყავი და უკვე აი თავისუფლად ნაკაცრო გწნობ ენერგიის რა იცი უკვე სადნა გაიყვან და აი მანდ არის მე მაგას ხედავ რამდენი წლიანი პრაქტიკა მაქვს მე შენც და ენერგია წარმოებს ამ ყველაფერს მეტი არაფერი იმიტომ რომ ტექნიკა ზუსტად იგივე შეუძლია და ზოგს უფრო მეტი ტექნიკები შეიძლება და დამბომბოს მაგრამ სიცარიელი არის ენერგია არ მოძრაობს იქ ხოლმე ზუსტად და ის ძალიან მნიშვნელოვანია და შენთან მე ეს კავშირი მოგქონდა ხოლმე სულ რომ აი იმ სიღრმეში მიდიხარ და ეს არის სამკურნალო ჩემთვის ვიღაცა შეიძლება ნეპტუნური ენერგია ჭირდებოდეს სამკურნალოდ მაგრამ როცა ახლა ესეთ სიღრმესთან გვაქვს საქმე, იქ ენერგია მუშაობს, ხო? კი, საცვლილება არის საჭირო. მაგრამ იმასაც შევხედე, რომ წინა განწყობა უკვე იც რომ ველში შემოდის, რომ რაღაცა მინდა და გიზიდავს იმ გარემოს, რომელიც ამას დაგამუშავებინებს. ხო ესეც არის, რომ დააკვირდე. როდესაც მზად ხარ. როდესაც მზად ხარ და როდესაც გაქვს ცვლილებისთვის მზაობაც და შენი ცხოვრებაც არის მზად, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება მე გრძნობდე რომ მზად ვარ, მაგრამ გარემო არ არის შესაბამისი, ხო რაღაც მარტო ჩვენი მზაობა არ არის. აი ახლა ამ გარემოზე როცა ვამბობ, როცა არის манипуляცია ოჯახში. აი ახლა გარემო მაგალითად ადამიანი ცხოვრობს დედასთან, მამასთან, რომელიც აი ესე არიან ჩაფრენილები, ან გაზრდის უფლებას არ აძლევენ, ან დამოუკიდებლობის, ან მიჯაჭულობა არის, ოღონ манипуляცია აგრესიული. ახლა განსაკუთრებით ჩვენთან თარე პლუტონი ან რაღაც ესეთი კომბინაციები არის ხოლმე ეს ოჯახის გავლენის. აი რო არა გაქვს საშუალება გადახვიდეს სხვაგან. რა ხდება? როგორ უნდა იმუშაო ასეთ манипуляციასთან? ფსიქოლოგიურად. იცი რა არის პარადოქსია, მაგრამ როდესაც არის მზაობა ჩდება რესურსები? ჩდება რესურსებიდან ბელიც იცვლება. ანუ ყოველთვის თუ სამყარო პასუხობს რაღაცნაირად ჩვენს ირეკლავს მეცაც ვიტყოდი, ხო? ირეკლავს ჩვენს ღრმა ფსიქიკურ მდგომარეობას. და თუ არის უკვე გაცნობიერება, რომ მე ეს უნდა შევცვალო, რაღაცნაირად გარემოც იცვლება და მხარდამჭერია ყოველთვის. სამყარო ყოველთვის მხარდამჭერია ჩემი დაკვირვებით, აი ყველაზე რთულ პროცესებსაც თუ შეხედავ ჩვენი ცხოვრების და ყველას მქონია, ხო? აღმოჩნდა რომ ეს მაშინ აუცილებელი იყო რომ მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ იქ და იმ მომენტში ეს იყო ძალიან მძიმე და ტრაგიკული. და ცვლილებებს ასე ვთქვათ, ცვლილებები საჭიროებს იმას, რომ რაღაცას ხელი გაუშვა და რაღაცა დატოვა. მე მყოლია პაციენტი, რომელისთვისაც მithქვამს, რომ მოდი ამაზე და ამ თემას დაუბრუნდეთ მაშინ და ვიმუშაოთ, როდესაც შენ ცნობიერად მოგინდება, რომ გამოხვიდე ამ манипуляციური ველიდან. და რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ველში ცნობიერად არიან და მათ ჭირდებათ დრო და ჩვენ აგვიღია პაუზა, იმიტომ რომ მე ვგრძნობ, რომ არ მოყვება, ხო? არ თვითონ არ მოყვება ამ ცვლილებას ადამიანს. მithქვამს, რომ მე ვგრძნობ, რომ შენ ჯერჯერობით ირჩევ, რომ იყო აი ამ ძიმე манипуляციურ ველში, ირჩევ იყო მსხვერპლი და პატივსცემე მაგ არჩევანს, ხო? ანუ ესეთი დაძალება და ინტერვენცია რა ხო, მოდი შენ ეს შეცვალე. არა და მასაც ვთქვამს, რომ მე ჯერ არ შემიძლია, ჯერ არ მაქვს ეს. მეც მithქვამს თერაპიაზე რაღაც კონცეფტში, მე არ ამბობ. არ ვარ ამისთვის მზად და მჭირდება დრო და თერაპევტი არის აი ესეთი ვინიკოტი იყო ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც შემოიტანა ცნება transitional object, გარდამავალი ობიექტი, როდესაც trills the bausch ძუძუდან ესე ვთქვათ ხსნიან, ხო? გარდამავალია საწოვარი. ხო? თერაპევტი ხდება ამ დროს გარდამავალი ობიექტი. ანუ ის манипуляციური ურთიერთობა და ის რაღაც манипуляციური ადამიანი, ვისთანაც манипуляტორი ადამიანი, ვისთანაც არის, მასთან თუ ესე ვთქვათ, მასთან ის თუ დაამთავრებს ამ ურთიერთობას, მას ჭირდება გარდამავალი ობიექტი, სადაც ამ უსაფრთხოების განცდა შეინარჩუნებს, რომ ახალი ურთიერთობის ფორმები ისწავლოს, სადაც მასზე ზრუნავენ და მასზე არ ძალადობენ. ამიტომ ყოლია მე ესეთი
პაციენტი, რომელიც რაღაც 1 წლის მერე დაბრუნდა და თქვა რომ ეხა ვარ მზად და როცა ცნობიერად უკვე გადაწყვიტა რომ აქედან ამ ურთიერთობიდან უნდა გამოსულიყო, დავიწყეთ მუშაობა და ამ დროს აუცილებელია რომ თერაპევტი გახდეს ესე ვთქვათ ის ფიგურა, რომელიც აი იმ პატერნებს, დაზიანებულ პატერნებს, სადაც ესე ვთქვათ მასზე ძალადობდნენ, მისით მანიპულირებდნენ, აი ამ პატერნებს ჩანაცვლებს ახალი პატერნი. და ეს არ არის ათული, იმიტომ რომ მანიპულაციურ ველში თერაპევტსაც არაცნობიერად უჩდება მანიპულაციის რისკი ხო? რა თქმა უნდა. ხო, იმ ველში შედიხარ და იმ ველში, სადაც ეს პაციენტი ცხოვრობდა და მუდმივად მასზე ძალადობდნენ, ის კონტრგადატანას ვეძახით ამას, ხო, კონტრანსფერი, ხო? ველში დამსაჯე ხო? ხო, ველში თერაპევტსაც აქვს ცდუნება. და საჭიროა ესეთ დროს სუპერვიზია და ასე ვთქვათ, შინაგანი სუპერვიზორი და კიდე გარე სუპერვიზორი, იმიტომ რომ ველი ესე მუშაობს, რომ თუ შენ ვთქვათ, შენი წარსული გამოცდილება არის ესეთი, რომ ესეთი კონფიგურაცია, რომ შენ ხარ მსხვერპლი და ვიღაც არის მოძალადე, თერაპევტმა შეიძლება გაითამაშოს ეს და ეს ძალიან რისკიანია და ამიტომაც განუმტკიცო კიდევ უფრო მეტად ტრავმა, რეტრაუმატიზაცია გაუკეთო. რეტრაუმატიზაცია გააკეთო და რთული ველია და ერთ-ერთმა ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა აღწერა და დაარქვა demon lover complex, ანუ გიყვარდება დიავალსკი demon, ანუ ისეთი დემონური ენერგიის და მანიპულატორული ენერგიის ადამიანები, ცუდი ბიჭები რომ მოწონდათ საქართველოს 90-იან წლებში, ხო, დაახლოებით ეგ ფენომენია, რომ ცუდი ბიჭი მინდა რომ იყო, რომ ვერ იგრძნო, რომ აი ეგ მინტერესებდა არის ხა ჩემთან ვინ არ მოდის ყველანაირი კატეგორიის ბავშვები მოდიან, თინეიჯერები, ასაკოვნები, ბებრებიც კი მოდიან ხოლმე და ყველანაირი კატეგორიასთან მაქვს ურთიერთობა, ხო? და ჩემი სასწორი ძალიან მეხმარება ამაში. ყველას რომ მოერგო, ყველასთან იყო რაღაც ესე თანასწორ ურთიერთობაში და რა აქვს სასწორში? იუპიტერი. ოკეი. და სატურნი. ხო და არის ძალიან ხშირად შემთხვევა, რუკაშიც ჩანს ხოლმე ეს, მაგრამ აი სუდ ბიჭებზე გამახსენდა ახლა. იზიდავენ, აი 10 შეყარებული ყავს 10-ვე ადიქციაში რო არის. ნარკომანია, მოსასმელი, მოსაწევი ან თამაში. აი ამ წრეში რო ქალი ტრიალებს, ვისთანაც არ უნდა წავიდეს, ან ჩუმად ეწევა, ან ჩუმად იკეთებს, ან ჩუმად ხა ჩემთვის ეს ველი ძალიან უცხოა გულახდილად რო გითხრა, ანუ საერთოდ ხა სიგარეტსაც არ ვიწევი. და ნუ არ ვიცი ხა ჩემთვის ძალიან უცხო არის, თუმცა ასტროლოგიაშიც გვაქვს რაღაც კომბინაციები, ადიქციაში თუ არის ადამიანი რატო არის, რა კომბინაციები აქვს, აქ მე მქონდა ამაზე ვიდეო გაკეთებული, მაგრამ აი ქალი ახლა ადიქტებზე არ მაქვს აქ საუბარი. ხალი რატო შეიძლება სულ აი ამ ცუდ ბიჭებთან შედიოდეს ველში? აი რა არის ოღონდ სუფთა ფსიქოლოგიური ახსნა და მკურნალობა ამისი. ხო, აი ეს დაარქვის demon lover complex, როდესაც შენ პირველი მოდელი რაც აი მამისგან ხო? მამისგან ან შეიძლება დედაც ყოფილიყო, მოდი ვთქვათ, ან აღმზრდელი, შეიძლება მამის ფუნქციას სრულიად და სხვა ადამიანი ასრულებდა, მაგრამ პირველი მოდელი მნიშვნელოვანი და პირველი ჯაჭულობა ვისთანაც განვითარდა, ის ველი იყო მანიპულაციური და ეს არის ინტროექციას ვეძახით, შეტანილი, გაშინაგნებული და ამას ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს დაისწავლა ჩემმა ფსიქიკამ და არაცნობიერმა. და აქედან რა ხდება, როგორ და როგორ გამოვდივართ, ხო, გამოვდივართ საბოლოოდ დიდი ფასია თამას. თამუნა, შენ ხო გინახავს ეს ადამიანები, შენი კლიენტები, ისინი შენ გიმუშავია. ერთხელ შეიძლება იყვნენ ისეთ ურთიერთობაში 2-ჯერ, 3-ჯერ და მეოთხედ კარგავენ სახლს, კარგავენ ჯანმრთელობას, კარგავენ ყველაფერს კარგავენ. ამიტომ ადრე თუ გვიან უწევთ დარჩნენ იმასთან რომ ცვლილება საჭიროა. ახლა თუ არაფერი არ დაკარგა და უბრალოდ არ გამოდის ურთიერთობა? ხო, თუ არ დაკარგა, დიდი ალბათობით ეს მეორდება და სანამ დანაკარგები არ არის აუტანელი და
დანაკარგები არ აჭარბებს იმ სარგებელს, რასაც იღებულობ, მანამდე ხარ აქ. ესე იგი კრიზისი არის საჭირო? და ჩემთან როდესაც ესეთი ადამიანები ხდებიან, არიან უკვე არ ვიცი რატო ხდება ესე, მაგრამ ვიტყოდი რომ ჩიხური სიტუაციები, ანუ გამოუვალი სიტუაციებია, ანუ სადღაც აი ამ ადამიანმა თვითონ ბოლოს მიატოვა, ვთქვათ, ვინც წლების განმავლობაში იყო манипуляტორი და არ ვიცი, წავიდა სხვასთან, ან შეიძლება რაღაცა დიდი ზარალი მოუტანა, წააგო ეს, წააგო ის და ასე შემდეგ. და ადიქციის ხალხს манипуляცია ახასიათებს, ხო? ანუ ეს ველი არის მათში. ეს მათში არის და ადიქცია არის ერთ-ერთი თამხლები ამ манипуляტორ. არა ყოველთვის ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთი თამხლები და манипуляცია შეიძლება შეგვხდეს სრულიად არაადიქტურ ველშიც, ძალიან წარმატებული დირექტორი კომპანიის, რომელიც ფსიქოპათიური პიროვნებაა და თამაშობს ადამიანებით და ერთობა. მაგრამ აი ჩემთან რა შემთხვევებიც მე გამოცდილებაში მქონია, უკვე დანაკარგები იმდენად დიდია, რომ იქ ის უსაფრთხოება, რის გამოც იქ ჩერდებოდა, ისიც კი აღარ არის. რა საფრთხება იყო იქ? რა შეიძლება ცუდ ბიჭთან გქონდეს ჭალებს ცუდ ბიჭთან? ხა ჩემი სატურნის ასწორი ხო იცი როგორი არის ეს სატურნულად უყურებ ურთიერთობებს და როგორ უნდა შეხვიდე არაპერსპექტიულ ურთიერთობაში. არაპერსპექტიულია, როცა ბევრ რამეს კარგავ და არაფერს არ იღებ. აი რა უნდა გაწუხებდეს შენ? რას იღებ ესეთი ადამიანისგან? პირველ რიგში ეს არის ყურადღება. მეორე ეს არის ძალიან ხშირად ადრენალინი და ეიფორია. ესეთი ურთიერთობა პარადოქსულია, მაგრამ ძალიან ცოცხალია და დრაივია და სხვათა შორის ესეც უკვე შეისწავლეს და დადგინდა ეგეთი რამ, რომ აი ამ манипуляციურ ურთიერთობებში ხდება intermittent reinforcement, ანუ რეჟიმებით გამტკიცება და ეს რას ნიშნავს? აი როგორც აპარატზე პოკერს თუ თამაშობ და რაღაცა რეჟიმი აქვს ჩართული, რა სიხშირითაც ის დავუშვათ გაგებინებს, ხო, როდესაც ჩვენ თამაშობ. იგივე ხდება აი манипуляციურ ველშიც. არის ძიმე ზეწოლები, манипуляციები და მე არის ამოსუნთქებები და ემოციები და ეს ადრენალინი, ოქსიტოცინი და ნერვული სისტემა ეჩვევა ამ ესეთი ტიპის გამტკიცებას. საქანელებს. ამ ემოციურ საქანელებს და სიამოვნებას და დრაივს ღებულობს ამის გამეორებით. ხო, რომ დავუშვათ 6 დღე, 7 დღე არ მომიკითხა და მერე მომიკითხა და აი ეს ადრენალინის ტალღა, რომელიც მოყვება ამას და დოფამინის და კიდე მთელი ნეირობიოლოგია ჩართული, აღმოჩნდა, რომ ადიქციაა ესეც. ხო, და მსგავსის ადიქცია და ხო, ანუ იმ ველში ის თუ ადიქტია, ესეც ანარეკლია, რაღაცა მეორე მხარეც ადიქტია. ის არის დამოკიდებული ხვის სხეულით არის ამ ემოციაზე დამოკიდებული. ის ეს არის უკვე ესე ვთქვათ ნარკოტიკის ტოლფასი თუ თამაშის ტოლფასი, რომ დაიმახსოვრა ტვინმა და ნეირობიოლოგიამ აი ეს რეჟიმები, როდესაც ამ სევდას და კაიშანს მოყვებოდა მერე დრაივი. მოყვებოდა ეს ლავ ბომბინგი და რაღაცა манипуляტორული რა თქმა უნდა, სიყვარულის დამტკიცება და ასე შემდეგ. ეცი როგორ რაღაც არის ახლა მეც პლუტონი. გესმის ხო როგორ შეიძლება რომ გამოიწვიოს ამან დამოკიდებულება, რომ უბრალოდ ეს ნივთიერებაზე კი არ არის დამოკიდებული, ეს ტიპებზეა დამოკიდებული, რომელიც ის ტიპი ნივთიერებაზე არის დამოკიდებული. და ამ ფორმით ღებულობს ამ დრაივს. კი, და ამ ფორმით დაისწავლა, რომ ეს არის ცხოვრება და ეს არის სიამოვნება. ანუ სიამოვნება არა იმითი, რომ ვისიამოვნო და ვიყო ბედნიერი, ვთქვათ, რაღაცა ჯანსაღი ურთიერთობით. არამედ მიტოვებით და მერე დაბრუნებით და მერე დაბრუნებას მოყვება ეს გამტკიცება, ხო, რომ უცბად გამოიყოფა ოქსიტოცინი, ადრენალინი და ასე შემდეგ და სხვათა შორის არის სუბტოპლუტონური ემოცია არის და მაგიტომ ან დავკარგო ჯერ და მერე აი აღარ დავკარგე და მომეშვა. ანუ გამეორების კომპულსია.
აი რასაც ფროიდი აღწერს პირველად, ხო, ფროიდმა ხო როდესაც ეს აღმოაჩინა, გაკვირვებული იყო თვითონვე და თქვა, რომ რანაირად ხდება, რომ მე თუ ვამბობ, რომ ადამიანის ესე ვთქვათ, არაცნობიერი ოპერირებს სიამოვნების პრინციპით და ესე ვთქვათ, ეროსის ენერგია და ლიბიდოს ენერგია არის ერთადერთი ენერგია, მაშინ რითი იხსნებაო ის, რომ თვითდესტრუქციული ქცევები, იგივე თამაშის, ხო? დოსტოევსკის მაგალითად ან რაღაცა პოსტტრავმატული ნევროზები, სადაც წარსული ტრავმა მეორდება. რატომ იმეორებს ფსიქიკა რაღაცას, რაც მტკივნეულია და მაშინ პირველი გადასინჯვა გააკეთა საკუთარი თეორიის და შემოიტანა უკვე თანატოსის, სიკვდილის ინსტინქტი, თვითდესტრუქცია და თქვა, რომ ეს არის გამეორების ვნება, კომპულსია. და აი ეს არის ესეც იგივე გამეორების კომპულსიაა, რომ ვიმეორებ წარსულ ტრავმას, იმიტომ რომ ეს სერიოზული ფსიქოლოგიური პროცესია და ძალიან ძვირი უჯდება სინამდვილეში ეს ნერვულ სისტემას, იმიტომ რომ აი ამ ტალღების მერე სად მივდივართ, გამოფიტვა. შეიძლება იყოს უკვე მძიმე დეპრესია, სუიციდის მცდელობა და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ძიმე დასასრული შეიძლება კონდეს მაგას და მე მახსენდება შემთხვევა, სადაც მithქვამს, რომ მე ჯერჯერობით ვგრძნობ, რომ შენ არ გინდა რომ აქედან გამოხვიდე. რომ აქ ყოფნით რაღაც სარგებელ საწყებულობს და არ აქვს სურვილი ჯერჯერობით და თქვა რომ კი და აი როცა ვიქნები მზად და დავბრუნდები და დაბრუნდა და მე გახდა ეს შესაძლებელი, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ ღრმა პატერნია. ხო, იმიტომ რომ ეცვა არ ხდება ერთი და ორი სესიით, ხო, ეს ღრმა პატერნია, როდესაც მან უნდა ახალი პატერნი ისწავლოს და ეს ხო, ჩვენთან არის ეს როგორც დაკვადრატებულ პლუტონს ვეძახით და მე მძაფრი შეგრძნებები მჭირდება, იმიტომ რომ თუ არ არის მძაფრი შეგრძნებები, მე შინია არ იყოს ეს მძაფრი შეგრძნებები უკონტროლო მე. და კონტროლირებადი არის მაინც ახლა ეს მძაფრი შეგრძნებები. ვიცი რის მერე რა იქნება და როგორ იქნება. ასტროლოგიურად ესე ვხსნით. მე მაგალითად ჩემ პლუტონთან მე არ მიყვარს ეს ურთიერთობებში დრამები, ანუ ეს ჩემი არ არის. ეგრევე გავდივარ, პლუტონი მარსის ტრიგონი მაქვს. ოკეი. ჩემი არ არის ეს დრაივი, მაგრამ აი მე რომ მუშაობდი თუნდაც, როგორ შეგვიძლია ეს პლუტონი გარდავქმნათ, ხო? იმიტომ რომ არის ენერგია და მიდის დესტრუქციაზე, ხო? აი ეს ან ადიქტები, ან აგრესიული მამაკაცები, რომელიც მე ან ძაბავენ ადამიანს, ან კოტრდებიან და მე ამით იძაბავენ, ან დესტრუქცია. ონკოლოგიები მე. ონკოლოგიებიც ერთ-ერთი ვის არის აქტიური და ამ დროს ამ პლუტონის ღრმა გამოყენება არის, რომ შენ თვითონ შენ ცხოვრებით შექმნა დრაივი. გამოწვევები შეუქმნა შენ თავს, ახალი რამე ისწავლო, კარიერაში წახვიდე, რაღაც ახალი ესენი მიზნები დასახო, მასზე უნდა გახდე. აქ მივდივართ, ხო? ანუ შენ უნდა გახდე ის დრაივერი. ასტროლოგიურად ესე ვამბობ. მართო ენერგია და არა ენერგია მგმართო შენ კომპულსიურად, ხო? და ესეთი ხალხი კაცებიც თუნდაც ამბობენ უარს კარიერაზე, ამბობენ უარს თვითგანვითარებაზე, მაფიოზობაზე, ჩვენ როგორ ხარ ხოლმე თქვა, პლუტონურად და ესე იგი ვიღაცამ უნდა მაცხოვროს ეს დრაივი. და ამ დროს შეიძლება კონსტრუქციულად მე ავიღო ხელში ეს ჩემი პლუტონი ავარჯიში დავიწყო სერიოზული, ან რაღაც მიზნებში ჩავდო ეს ენერგია, ან ბიზნესი წამოვიწყო. ან გავლენიანი თერაპევტი ვიყო თუნდაც, ან დავიხმარო თერაპევტი და სიღრმეებში წავიდე. ანუ გვაქვს ესეთი შეიძლება. შამანიზმიც მათ შორის, იმიტომ რომ ძლიერი შამანები ყველას პლუტონიანელები არიან. რელიგიური ესენია, უფრო ნეპტუნიანელები არიან ჩვენთან. ან ტარო, ოღონდ ესეც პლუტონის გარეშე ტარო, აი ისე. მაგრამ პლუტონი არის ეს, ანუ მეც რომ მუშაობ ამათთან, ასტროლოგიიდან კარგ იმას იძლევა, სკილებს ამ შემთხვევაში. საჩავთოთ ეს ენერგია, არის ენერგია და მოდი შენ გახდი მაგარი, შენ გახდი დრაივერი, ოღონდ არა დამანგრეველი, პირიქით. გავლენაც გქონდეს, ფულიც გქონდეს, სახელიც გქონდეს, რაც უნდა პლუტონიანულ სინამდვილეში. და ამაზე სადღაც უარს ვამბობთ. და ვიზიდავთ ტიპებს, რომელიც, მოდი ესე ვთქვათ, ყალბ დრაივს გვათამაშებს, არაფრის მომცემს. კი. აი მანქანას რო ხა მე ჩემი მანქანასთან ცალკე love story გვაქვს. და ჩემი მანქანა ეს ერთი
მთლიანობა ვართ და ხშირად მომაქოლმე მაგის მაგალითი მაგრად რო ვაწვევით გას და ამოწეული გვაქვს ეს ძელ მანქანაზე მქონდა ეს ავტომატიკა სანამ იყო მეყოლებოდა ხელის მას რა ქვია ამოწეული რო გვაქვს რუჩნოი რა ქვია დავავიწყდა ხო და ეგ არის აი ზუსტად ეგ რომ ვითო მივდივარ მაგრამ არც არ მივდივარ ფუი ვარ ერთ ადგილზე ეგ არის ჩვენთან ეს დაუმუშავებელი პლუტონი მატორი აქვს მანქანაზე ჩემ მანქანას დიდი მატორი აქვს მაგარი მატორი მაგრამ ვერ მიდიხარ ვერსად აბღულებ და ისიც ჩვენ არ აჭერ პედალს ვიღაცას აჭერინებ პლუტონი ხო ეგ ენერგია რომლის ფლობაც არავის არ უნდა იმიტომ რომ პლუტონი არის კოლექტიური ჩრდილი არა ყველაფერი რაც კაცობრიობამ სადღაც მოისროლა და ხა ყველას აშინებს ამ ენერგიის ვიასთან პირადად შეხება, ამიტომ მე მჭირდება ვიღაცა, ვინც ამ ენერგიას გამიტარებს, ეხა ამ სიტუაციას. ხო, მოდიან ადიქტები და მაფიოზები და დემონური იერარქია. და ერთი ძალიან მოკლედ, ვიცი რომ ხა გვიგრძელდა. ძალიან მაგრამ მე უნდა ვთქვა რომ დამუშავებული პლუტონი როგორ გამოიყურება. მე მინახავს ხო და შენც გინახავს და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ენერგია. მე ადამიანები ვინც მაგათ ეხება ყველა ტრანსფორმაციაში. ეს ადამიანები ვინც შეძლო და ამ ჭრდილთან დარჩა, აიღო ეს ენერგია და ისწავლა ამ ენერგიის მართვა და უარი თქვა ობსესიაზე, კომპულსიაზე, აკვიატებაზე, ადიქციაზე, манипуляციაზე. ეს ადამიანები არიან healed ადამიანები, ისინი განკურნებული ადამიანები და ისინი სხვა ადამიანებს ეხმარებიან მათთან უბრალოდ საერთო ოთახში აღმოჩენასაც იგრძნობა აუცილებლად მე მყოლია ესეთი გეშტალტისტი რამდენიმე თერაპევტი რომელთანაც ძლიერი პლუტონი, დამუშავებული პლუტონის ოლში, სადაც უბრალოდ შეიძლება თვალებში შემოგხედი. და აი ამ სიტყვები არც გავცვალოთ და ამ დონეზე დაიწყოს ტრანსფორმაცია, ან უბრალოდ 1-2 სიტყვა გავცვალოთ. აი სიღრმის და რამდენი რამე უნდა გაიაროს მან ესე დრო აქამდე მივიდეს. კიდე მე ამათ ვეძახე, ესენი არიან ცვლილების აგენტები, ხო? Agents of change. ეს არის ადამიანი, რომლის ყველა ფრაზას, ყველა სიტყვას, ყველა გამოხედვას, ყველა ქმედებას ან მოქმედებას რაღაცას ცვლის ამ სამყაროში. და ცვლის უკეთესობისკენ და ცვლის განკურნებისკენ, იმიტომ რომ პლუტონი არის ჩვენში განკურნებელი ჭრილობები. რატო არის ხა ეს манипуляტორი? ხო არ ეკითხავ, იმიტომ რომ სუსტად გზნობს თავს. სუსტია სინამდვილეში. და ვერ ისწორებს ახლა თვალს იმას, რომ არის სინამდვილეში უსუსური და სადღაც ლაჩრობა იგრძნოს, სადღაც ვიღაცამ დატოვა, სადღაც სიყვარული და აშენა ფეიკი და შექმნა false self, ანუ ფიქტიური self-ი, ფიქტიური მე, რომელიც არის ამის საპირისპიროდ ძალიან ძლიერი და ასე შემდეგ, მაგრამ სამყარო ითხოვს, რომ ყველა ნაწილი მიიღო, ეს ხო უნივერსალური ფორმულა ყველა თერაპიაში და ყველა სულიერ პრაქტიკაში და ასტროლოგიაში და ყველგან, რომ ის ნაწილი მიიღო და ეგ არის რაც არ შეუძლია манипуляტორს. ხო, უჭირს манипуляტორს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ტკივილი ზედმეტად დიდია. ხო, ზედმეტად დიდია, ტკივილს ვერ იტევს, ამ ტკივილს ვერ იტევს, ვერ აკონტეინერებს, როგორც ფსიქოთერაპიაში ვამბობთ, კონტეინერებას ვერ ახდენს და შესაბამისად ეს ტკივილის ენერგია გააქვს სხვასთან და სხვას ამყოფებს ტკივილში. ხო? ზუსტად ეგ არის, კი. და ობსესიები, კომპულსიები, ესე ვთქვათ, რთული, ყველაზე რთული მდგომარეობები, რაც აქვს, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, თითქმის ყველაფერში ჩართულია ეს პლუტონიანური ენერგია რა და მეც მიგრძნია მაქვს ახლა ძლიერი ასპექტები პლუტონთან და მეც მიგრძნია რომ ეს არის raw power, არ ვიცი ვთქვით, ეს არის აი ატომური ენერგია. ატომური, ეგ პირდაპირ ეგრე გვიწერია. რომელთა შეგიძლია, არ ვიცი, შეგიძლია სიმშვიდე დაიცვა და სიმშვიდე უზრუნველყო, ან შეგიძლია ამ ენერგიით გაანადგურო. მასთან მე რას ნიშნავს, რომ თურმე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ხო ესა? და ამ პასუხისმგებლობის აღებას სჭირდება
რომ მე ბევრი სხვა ასპექტიც და სულიერი ხო, მზაობა. მე მჭირდება მინიმუმ საერთოდ ეგ უნარი რომ პასუხისმგებლობა ავიღო, ანუ სატურნთან მინიმუმ უნდა მეგობრობდე, რომ შევძლო ეს ენერგია დავიჭირო და ავიღო პასუხისმგებლობა ამაზე, იმიტომ რომ ნებისმიერი ესე ვთქვათ პლუტონიანური ენერგიის ესე ვთქვათ არასწორ გამოვლინება შეიძლება შეეწიროს ადამიანის და სისტემას და ქვეყანას და ბევრი რა ამიტომ რომ მანიპულატორულ ენერგიაში შენ ბევრი ენერგიის პასუხისგებლობას იღებ შენ თავზე. კარმულ ასტროლოგიაში ეს უკვე მძიმე კარმა არის კოლექტიურ ველთან, ესე ვიძახით. და შენ რაღაცნაირად პასუხისგებელი ხარ, როცა სხვა ადამიანს კი არ აძლიერებთ რგუნავმას. ხო? ეს კარმულ ასტროლოგიაში რთული თემა არის, შენ თავთანაც რთული თემა არის, იმიტომ რომ გეძლევა სადღაც ენერგეტიკა რო სხვებზე იმოქმედა, აღარ მოქმედები დესტრუქციულად. ან თუნდაც ის რომ ვიღაცას აძლევ უფლებას შენ ესე გაკატაოს, ესეც პრობლემა არის, ხო? სადღაც შემოყავს შენ ველში, იმიტომ რომ შენ თავი არ გიჭირავს ხელში. ხო, იმიტომ რომ ვერ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და საბოლოო ჯამში მივდივართ მანდ რომ ყველა ენერგია მოითხოვს პასუხისმგებლობას. ზუსტად. და სხვა შორის ძალიან დიდი დეფიციტი არის ამ პასუხისმგებლობის, მე რასაც ვხედავ. ზოგადად ადამიანებში და ამასაც სწავლა ჭირდება. ძალიან. და მინიმუმ სატურნის ერთი დაბრუნება. ერთი კვადრატი. 1-2 კვადრატი. და 1-2 ოპოზიცია მაინც. ცოტა რაღაცას მიხვდე და აიღო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ სატურნის გარეშე ხო არის ძალიან რთულია, რომ ეგ ენერგია მართლა. ხერხემალია, ანუ სატურნი არის სხეული ალბათ ხერხემალია და მატერიალური რეალობა სატურნია და ყველა ეს ენერგია აქვლინდება, ხო, პლუტონიც და ასე შემდეგ. და რომ დაუბრუნდეთ ახლა რითიც დავიწყეთ. ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, თქვით რომ როგორც წესი იწყება ამ სიყვარულის ბომბებით და შენ თავს გრძნობ როგორც დედოფალს, მაგრამ მოგვიანებით ეს რითი იცვლება, რომ არის აი უეცარი გაუჩინარება მაგალითად, უეცარი ემოციური გასადავება, აი ამ ეიფორიული აღტაცებიდან უცბად აღმოჩნდი, რომ რაღაცა გაქრა ეს ადამიანი არ მკითხულობს, არ ჩანს, განცდა რომ რაღაც დააშავე, შეიძლება რაღაც არასწორად გააკეთე, რამე ხوار შეგეშალა, დანაშაულის განცდა ხშირად ესეთი ბუნდოვანი გაურკვეველი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ან ისე მოდის არ ვარ საკმარისად კარგი. არ ვარ საკმარისი და რა თქმა უნდა ამ დროს ესე ვთქვათ ტრიგერდება ეს ყველა ჩვენი დაუმუშავებელი ტრავმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რატომაც ხდება რომ სამყაროში მანიპულატორი ესე ვთქვათ მსხვერპლს მოძებნის არის ორივე განკურნოს ეს ტრავმები. მანამ სანამ არ განკურნავ ამ ტრავმას, არ დარჩები იმ შიშებთან, უსიყვარულობასთან, არასაკმარისობასთან, არარაობის განცდებთან, რაც არის ესე ვთქვათ შენს არაცნობიერში, სანამ ამასთან არ დარჩები. და ვინმე გჭირდება რომ შენთან ერთად ამასთან დარჩეს, აი ეს არის თერაპია. მე რო დავრჩე იქ, მე არ ვიცი სხვანაირად იქ დარჩენა თუ არა გაქცევა. ხო, იმიტომ რომ ადამიანს ხარდაჭერა ზუსტად ეგ არის და ამას აკეთებს შენც, როდესაც პლუტონიანელი ხარ და ამ ინფორმაციას ავრცელებ, ანუ შენ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ თერაპევტთან მივიდეს ამ ქვეყანაში. მაგი არის ჩემი мотиваციაც, რომ შენი მეშვეობით, სხვების მეშვეობით, ხო, რომლებიც საერთო ველში ამ ინფორმაციას ავრცელებთ, ხო, ხდები როგორ ვთქვათ, გამყოლი, ხო, და რაღაცნაირად კონტეინერი კოლექტიურ ველის და კოლექტიური ტრავმის გადამუშავებაში ეხმარები ადამიანებს, ხო, ანუ ხარ კონტეინერი, რომ ოკეი, შენი ფრაზა, იქ რაღაცა ინფორმაცია, რაღაცა სტატია, დააფიქრებს ადამიანს, რომ მოდი აბა ეგება ამჯერად სხვანაირად რა იყო იცი მან ჩემ გამოცდილებასაც გეტყვი რა მოხდა, რომ აი თუნდაც აი ამ მანიპულატორულ, ნარცისულ ველთან ინფორმაცია მივიღე, ვისწავლეთ. ერთ-ერთი შენ დიდ დამსახურება გაქვს ჩემთან, როგორც ლექტორს. და გავერკვე ეს რა არის მანიპულაცია, რა არიან მანიპულატორები ზოგადად, ფსიქოლოგიური პატერნები, აი პირდაპირ ხო არის როგორც ლიტერატურული სქემა, რის შემდეგ რას ლაპარაკობს მანიპულატორი, როგორ იქცევა, როდის ქრება, ყველაფერი რო იცი უკვე ზეპირად. ყოფილა ჩემთან ახლა ესეთი შეხება, მაგალითად, ესეთი ადამიანების, ზოგი იქ მეგობრული კუთხით მოდის, მაგალითად, ზოგი იქ კოლეგის კუთხით მოდის სიტყვაზე, ხო? ეგ რა თქმა უნდა, სანთესაო თუნდაც და აი რა ყოფილა, იცი, ჩემი გამოცდილებით უყურებ და
და ზუსტად ვიცი ამის შემდეგ, ან მოდის აი ესეთი ემოციით, ვიცი რა იქნება ამის შემდეგ, ვიცი რომ აქ манипуляცია არის და აი იმდენად პირველად ჩემს ცხოვრებაში ვაკონტროლებდი სიტუაციას. და აი ეგ რა არ ეხება, ეგრევე იცი, პირველივე შეხებაზე იცი და ეს მომცა ცოდნა. გულახდილად რო გითხრა, მე რო ეს არ მცოდნოდა და ყოველი ნაბიჯი როგორ იწყებენ ურთიერთობას, რა სიტყვებს იყენებენ, შემდეგ რო ხრება, შემდეგ გამოჩნდება, აი ესეთი ველი და მეც ჩემს ახლობლებშიც იმდენად, აი რაც უფრო გავავრცელე ეს ცოდნა მაგალითად. ეხლა ჩვენ აი როგორ ვისწავლეთ უკვე ფსიქოლოგიური პატერნებით მთლიანად და შენ აღარ ხდები ამ ველში, დამკვირვებლის როლში ხარ, აკვირდები პროცესს, ვაკვირდებოდი ჩემ ემოციებს. აი როგორ ვარ, ახლა წამომიკიდებს თუ არა ადამიანი, არა, ინტუიცია კონტროლებს სიტუაციას. და იმდენად საინტერესო იყო ჩემი მხრიდან, ჩემ თავზე დაკვირვება. რომ დაამუშავე ის ტრამვა და ეს ტრამვა აღარ გმართავს. ანუ ეს არის. აღარ გმართავს ეს. ხო, იმიტომ რომ იცი, მე ცოდნა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ გეუბნები, რომ აი ხა თუნდაც ჩვენ რო ამაზე ვსაუბრობთ, მე ეს რომ მომიწია. ჩვენი მინიმალური წვლილი შეგვაქვს ამ. და ზუსტად იცი უკვე ლავბომბინგი მიდის იქ თუ აი მეგობრული ურთიერთობა ყველგან არის ეს манипуляციური ველი, ხო, არა აქვს მნიშვნელობა, ხა სასიყვარული იქნებოდა მეგობრული. რო იცი უკვე პროცესი, რო იცი ეგ სად არის, მე შენს კონტაქტში ხარ ამ პროცესთან დისტანციურად, ხო, შენ აღარ შედიხარ. აკონტროლებ გარედან, აქ უკვე შულდოსნური დამკვირვებლობის ის მოდის, ხო, ჩვენი. აკორდები პროცესს, აკორდები შენ აღარ ხარ მოწყვლადი. აღარ ხარ მოწყვლადი. და ემოციური მიჯაჭვობაც აღარ ხდება. დარჩი ამ მოწყვლადობასთან, გამოიგლოვე ეს, როდესაც ვიღაცას არ უყვარდი და ეხლა ის რო არ წერს ერთი კვირა, ამის გამო აღარ ხარ ჯოჯოხეთში და არ მიგაჩნია რომ დამთავრდა ცხოვრება, იმიტომ რომ დარჩი, რაც შენ გიუდაოდეს ხაც. ეს არის ერთად. ეს არის საკმარისობის განცდაც გამოიტირე და ეხლა ვეღარა ხარ მოწყვლადი. ამანკეს შენ ვეღარ წარმოგაგებს, ხო? იმიტომ რომ ოკეი, ისწავლე გაკვეთილები. ყველა ვისწავლე, თავარია ვისწავლო, თუ სწავლობ, ყველაფერი კარგად არის. თორემ გვეხმარება. შემდეგი სტადია. მაგრამ მე პირდაპირ, იმიტომ რომ აი მე ძალიან ემპათიური ადამიანი ვარ. აი მიჭირს რომ ესე გავწირო ადამიანის, ჩემ გაგებით ოღონდ გაწირვა რა, რომ აი ისიც ცოდვა, ესეც ცოდვა, კაი რა მოხდა მე ისაპატიე და ეს შენ ხარჯზე ხდება მე. ხდები და აი ძალიან დამეხმარა ცოდნა და მივხვდი რომ ეს შეცაცოდი კი არა, იმისთვის არის ცუდი, რომ შენ ამ ველში შეცოდებით შეხვიდე სიტყვაზე. ხდები ხა აი ადამიანი მეგობარი რომელიც ხედავ რომ იქ манипуляტორ ნათესავი манипуляტორულად არის აქ შემოსული შენ თუ ამ ქცევას განუმტკიცებს ზუსტად მაშინ არის ცოდვა ნამდვილად და აი ძალიან დამეხმარა ეს ცოდნა ეს ახლა რასაც შენ ამბობ ეგ გაცნობიერება რომ სინამდვილეში ეს ემპათია არის დამაზარებელი იმისთვისაც ხო არსებობს ესეთი არ ვიცი ხა ასტროლოგიაში იქნება დარწმუნებული რომ კარმა რომელიც გეუნები რა არ უნდა დაეხმაროს, ხებს არ ვიცი, მე მგონია რომ ლილიტეთებზე თუ გაქვს, აი ესე არ უნდა ეხმარო, იმიტომ რომ ამითი აზარმაცებ ამ ადამიანებს, ხო? სხვა და საზღვრებს უკარგავ და ხო, საზღვრებს ვიღაცა მოწყვლად იქნებ, ხა მე მაგის განცდა რომ მე ვერ დამაზიანებს. და რო შემეწოდება და იქ რაღაცებს ვითომ რომ მე ჩემს აზიანოდ გამაკეთებინებს, მე არ დავზიანდები, იმიტომ რომ ეს სელფი, მე ენერგია, მე მგონია რომ კარგად ძლიერად ყავს და ვიღაცას დააზიანებს. შეგიძლია დაეხმარო, შეგიძლია მას დაეხმარო, არ ვიცი, პროფესია შეძენაში, ანუ დაეხმარო, რაც გრძელვადაში დაეხმარება, რომ არ იყოს უსუსური, მაგრამ ყოველჯერზე იქ რაღაცა ფული მისცე და ის რაც როგორც წესი манипуляტორებს უნდა, ხო? ყავს ვემეთებს და ნაცსაობაში ყავს ბევრი, მაგას ყავს არა მარტო შენ. ეს აზარმაცებს და მე ესეთი ადამიანებისთვის მithქვამს, რომ იცი რა მე შეგვიძლია შენ დაგეხმარო რომ რაღაცა არ ვიცი, თუნდაც პროფესიაში ან რაღაცა აისწავლო ან რაღაცით დაგეხმარო ჩემი გამოცდილებით, მაგრამ ის ზუსტად აი ამ რეჟიმს ამტკიცებს, რომ მე ხა მოვითხოვ, მომეცემა, სხვა შორის ეს ქრისტიანული ნარატივია, მოითხოვე და მოგეცემა, მე უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვიყავი სტამბულში, რომ ვიყავი. უამრავი მეჩეთია, ალბათ შეიძლება უფრო ვიდრე ეკლესია საქართველოს მე არ მინახავს მათხოვარი. არ მინახავს ეკლესიასთან მათხოვარი, იმიტომ რომ არ ქადაგებს აი ამას, რომ მოითხოვე და მოგეცემა, ხო?
გარკვეულწილად ეს ახლა ჩვენი ქვეყნის მეგონა სიღრმე სხვანაირად იყო ეგ ნათქვა ვიდრე მაგრამ უცბად ძალიან კაფეო იყო რომ წარმოვიდგინე საქართველოს ყველა ეკლესია სადაც ყოფილა ყველა ეკლესიასთან ერთიანი მათხოვარი მაინც მინახავს და ამდენი მეჩეთი და არსად არ შევხვდე ამას და რას ნიშნავს ახლა ეს რომ ოკეი შეიძლება გიჭირდეს მაგრამ ის რომ შენ გიჭირს სხვების პასუხისგებლობაც არ არის სხვების პასუხისგებლობაც ეს არ არის და სხვების როგორც საზოგადოება შეიძლება დაგეხმაროს რაღაცაში მაგრამ ის რომ მუდმივად შენ რაღაც დახმარება მიიღო და ამითი ახლა რამე შეიძლება ვიცით რომ ეს არ მოხდება ხო ამიტომ აი რისი თქმა მინდა რა რომ ეს ემპათიურობა როგორც ფენომენი შეიძლება იყოს დამაზიანებელი და ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ მეწოდება სინამდვილეში საკუთარ სიბრალულს პროექცირებენ გარეთ. ეს თევზების ენერგია არის. ხო. საკუთარ სიბრალულს რაღაცას საკუთარ თავში უსუსურობას პროექცირებენ მასე და ამ გზით ცდილობენ რომ ეს გადაჭრან და აი ფსიქოლოგიის ცოდნაც მაგაში გვეხმარება რომ ჩემ ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ტრიალებს ამაზე მე რეაქციაც მაქვს ჩემი პროექციაა. და ვიღაცები სარგებლობენ ამით ვერა. და ვიღაცები ამით სარგებლობენ. აი ნეპტუნიანელი манипуляტორები, ხო, რომელიც სიბრალულით манипуლირებენ და არიან პლუტონიანური манипуляცია უფრო ძალაუფლება და კონტროლი და დესტრუქცია, აი ზუსტად ამ დოფამინზე და იმაზე გამყოფონ. აი ამ ეს შეპყრობილობაზე გამყოფონ, ეს არის პლუტონი, ობსესიაში იყო და აი შემდეგი თემა კიდე მანდ არის და შემდეგი ყველაზე მძიმე ჩიხი არის აი ეს როგორც ვთქვით გესლაითინგი ხო ანუ რეალობის ანუ ადამიანი ნელ-ნელა კარგავს რეალობას და პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებს манипуляტორი და ყველაფერზე გეუბნები რომ შენი ხარ ხა სევდიანი და შენი ბრალია და შენ ძალიან გრძნობი არ ხარ და ეს შენ გინდოდა ესე და ყველაფერზე იხსნის პასუხისმგებლობას და აკისრებს სხვა ადამიანს და ნუ ეს უკვე ღრმა ტრავმებთან მივდივართ. იტეხავენ ადამიანს. ხო, ანუ შეიძლება პიროვნების ღერძი საერთოდ ჩამოიშალოს ადამიანში და კომპლექსური პოსტტრაუმული მდგომარეობები CPTSD-ს რასაც ვეძახით, მე მქონია რომ ადამიანს იმ დონეზე შეურყი ეს რწმენა რეალობის რომ არ ჯეროდა აბსოლუტურად არაფერი არ ენდობოდა არც ერთ სხვა ადამიანს თერაპიაში იყო და ძალიან წელი დაჭერდა იმას რომ უსაფრთხოდ ეგრძნო თავი თერაპიაში იმდენად არ ენდობოდა იმდენად ქონდა დარღვეული ნდობის და საბაზისო უსაფრთხოების განცდა ისმის და საკუთარ რეალობას მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რომ მას გამოცდილებაში აქვს რომ ისწავლა რომ რეალობა უცბად ჩამოიშალა. ხო? ამიტომ ამას თერაპიის გარეშე ვერაფერს ვერ ვიწყებ. და მინდა გითხრა რომ თერაპიაც საკმაოდ რთულად მიდის. CPTSD აი მდგომარეობა რომელიც კომპლექსური ტრავმა რომელიც ერთ-ერთი რთული მდგომარეობაა და იმიტომ რომ დარღვეულია ეს საბაზისო უსაფრთხოება, საბაზისო ის რაც ჩვენთვის მოცემულობაა რომ ეხა ის კედელია და მე თბილისში ვარ და ეს корпуსი აქ იდგება და არ დაინგრევა აი ეს ყველაფერი არის კითხვის ნიშნის ქვეშ ყველაფერი და არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ თუ ეს დიდი ხანი გაგრძელდა და მძიმედ ხო და საბოლოო ჯამში მივდივართ აი ჩამოშლამდე და მე ხდება თავიდან დაბადება იმიტომ რომ თუ არ დაიბადა თავიდან და მიენდო რა ამ პროცესში. თუ არ დაიბადა თავიდან, ხო, დიდი ალბათობით დაიმეორებ ამ პატერნს და ისევ იგივეს გამეორებ მანამ სანამ არ პლუტონიანურად როგორც ფენიქსი თავიდან არ დაიბადება. მე ვიცი რომ შენ მოგიწევდა ისეთი პლუტონი გაქვს და მეც მომიწია რა. გვიწია ჩვენ. ბოლოს და ეხა იგივეს თავაზობთ ხალხსაც ხო ვიცით რაც არის, სადაც ვიყავით ხო ვიცით და ამის გარშე არ გამოდის მესენჯერა რომ მარტივად არაფერი არ გამოდის მაგრამ ყველაზე მარტივი გზა ზუსტად ეგ არის რომ მიენდო და წაყვე ამ პროცესს ძალიან დიდი მადლობა ვახო აი ამ ფასდაუდებელი შრომისთვის რომელიც ჩვენ გარკვეულწილად შეგვაქვს ქართულ სივრცეში გულისხმობ აქ
ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყავდა ვახო კეჟერაძე, გეშტალტ თერაპევტი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი, ვისაც გნებავთ მაგალითად ვახოსთან ჩაეწეროთ სესიაზე და მეც მარტო არ ეხლა შენთან თერაპიულად შეგიძლიათ იქ ვიდეოს დახასიათებაშიც იქნება ვახოს Facebook-ი, ხო? მას ადრესს დავდეთ შენი და მადლობა რომ გვისმენდით, მადლობა ვახოსაც აი ამდენ თემაში რომ გაგვაცნობი რა, ესე რომ ვთქვათ და დროებით მეგობრებო კიდევ საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზებთ კიდევ ვახოსთან ერთად. შეპირებას ვიღებ აქედან, რომ კიდევ გვესტუმრება. დროებით მეგობრებო.